გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქალაქ შენჭენში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ნაციონალური პავილიონი მოეწყო, სადაც 8 ქართულმა კომპანიამ წარადგინა პროდუქცია. უკვე მეორე წელია საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს პავილიონი არის წარმოდგენილი, სადაც დამთვალიერებელი ქართულ პროდუქციას ეცნობა. 2025 წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 55,000-ზე მეტმა კომპანიამ 75-მდე ქვეყნიდან. გამოფენას წელს 70,000-მდე ვიზიტორი სტუმრობდა. უკვე მეორე წელია საქართველოს პავილიონი წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენაზე სიალ შენჭენი, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შენჭენში იმართება. სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 8 ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ღვინოს, თაფლს, თხილს, დაფნას, ნატურალურ წვენებს და მინერალურ წყალს. საკმაოდ დატვირთული და ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს გამოფენაზე და ჩვენს მონაწილეების გავსად პოზიტიური მოლოდინები გვაქვს მთლიანობაში გამოფენის მიმართ. კომპანია წყალი მარგებელი სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობას იღებს ქალაქ შენჭენში გამართულ გამოფენაზე. ინტენსიურად მიმდინარეობს შეხვედრები, ძალიან საინტერესო ვიზიტორები ყავს და დადებითად ველოდებთ, რომ დასრულდება გამოფენა. დღეს პირველად გავსინჯე ქართული ღვინო. ასევე პირველად ვესტუმრე ამ გამოფენას და უნდა ითქვას, რომ ღვინო ძალიან მომეწონა. ეს ყველაფერი ვიეტნამური ბაზრისთვის დიდი პოტენციალია. ჩვენ შევეცდები და იმედია გამოგვივა თქვენთან თანამშრომლობა, რომ ვიეტნამს გავაცნოთ რაღაც ახალი, ქართული ღვინო.